ძლიერი საქართველოს მსვლელობა უკვე თითქმის მივიდა რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც იკრიბებიან მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც უკვე 200 დღეზე მეტია იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ძლიერი საქართველო დაიძრა მარჯანიშვილის მოედნიდან. თქვენ ხედავთ კადრში გაშლილია ბანერით საქართველო დადექი. სწორედ ეს ქვია დღევანდელ აქციას და ეს აქცია ეხება და არის სოლიდარობის ნიშნად იმ ოპოზიციონერი ლიდერების, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დააკავეს წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. გავესაუბრები საბა ბუაძეს, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს. საბა, გითხავთ დღევანდელ მსვლელობაზე და იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ 8 ოპოზიციონერი ლიდერი არის უკვე ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. დღევანდელი მარში სწორედ მათ სოლიდარობას ეხება. გითხარით უფრო მეტი, როგორ გესახებათ ახლა ბრძოლის გაგრძელების გეგმები? წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადება არის მხოლოდ ფორმალური საფუძველი, რომელიც სამართლებრივადაც აბსურდული არის და სინამდვილეში ეს ხალხი საპატიმროებში არის იმიტომ, რომ არ თქვა აი ამ ღირსეულ ბრძოლაზე უარი, არ გადააბიჯა საქართველოს ინტერესებს და გაავლო წითელი მორალური წითელი ხაზი ჩვენს ბრძოლას და იმ უღირსობას შორის, რომელშიც ქართული ოცნება იხარშება და მათი ეს ბრძოლა რასაკვირველია ჩვენთვის არის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი, ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობის მომცემი არის და ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორედ აი ესეთი მორალური კომპრომისის გარეშე დაფიქრებულად უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. მესმის რთულია, მესმის რომ რიგ შემთხვევებში ივანიშვილის ეს მცდელობა მუშაობს ხოლმე აპათიის გაღვივების, მაგრამ საერთო ჯამში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ბრძოლა არის მართალი და აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით. ჩვენ აქ რამე პოლიტიკურ ბრძოლაში კი არ ვართ, ეს არის თვითგადარჩენის ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ბრძოლა და მე მიხარია, რომ ჩვენი მეგობრები, ვინც საპატიმროში არიან, სინდისის პატიმრები, რომლებიც ჯერ კიდევ გასულ წელს დააკავეს, პოლიტიკური ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე და სხვები, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ეს ადამიანები მიხარია, რომ ამ ბრძოლაში არიან მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას ეხმარებიან აი ამ ფოკუსის გასწორებაში. ძალიან დიდი მადლობა საბა ბუაძეს, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში კადრში ხედავთ. აქ შეკრებილები არიან როგორც ძლიერი საქართველოს წევრები, ასევე მათი მხარდამჭერები და ის ადამიანები, რომლებიც უკვე 200 დღეზე მეტია იბრძვიან და გადან ქუჩაში უკვე მალევე ვიძებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, სადაც შევუერთდებით იმ დიდ მასშტაბურ აქციას, რომელიც დაგეგმილია და 9 საათზე ასევე უნდა მოვისმინოთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვის გამოსვლას და წინააღმდეგობის ფორმების შესახებ უნდა იყოს საუბარი, როგორ აპირებენ განაგრძონ ახლა ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ. მადლობა უთხრათ ლიზას, ერთის მხრივ ძალიან გამამხნევებელია ეს შემართება. ის მუხტი, რომელიც თუნდაც აი ამ ჩართვის დროს ჩვენ დავინახეთ ლელოს მსვლელობის ამ ვიზუალური დემონსტრაციით, ამავე დროს ძალიან სევდიანია და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ წინა ჯერ კიდევ მსვლელობებზე ჩვენ აი ამ ბანერს უკან, ამ ყვითელი ფერის უკან მხედავდით ამ პარტიის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც იქ ვეღარ დგანან ახლა, იძულებით ახლა ამ ყველაფერს უყურებენ ციხის საკნებიდან. ეს არის დღევანდელი საქართველოს სწორედ ამის გამო იკრიბება, ამის გასაპროტესტებლად, ამასთან შეუგუებლობის დემონსტრაციისთვის დღეს საზოგადოება თბილისის ცენტრში.